20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე-9 საუკუნის ხელნაწერი ან ბანდიტის სახარება სხვა 7 ისტორიულ დოკუმენტთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მეხსიერების ნაწილად აღიარა. საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო აღიარებისთვის წელს უკვე სხვა უნიკალურ დოკუმენტს სამშრიან პალიმფსეს მე-14 საუკუნის სახარებას ამზადებს. ნახეთ ზვიად თხელიძის, ვახტანგ ლეკიაშვილის და თამარ აქიაშვილის რეპორტაჟი საქართველოს ეროვნული არქივის საცავებიდან. საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთი ასათიანი თორტიზას მონასტრის მე-9 საუკუნის სახარებისთვის სპეციალურ ბალიშებს ამზადებს. არქივის საცავში დაცული უნიკალური სახარება სხვა უძველეს დოკუმენტებთან ერთად ცოტა ხნის წინ იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის ნაწილი გახდა. ველოდეთ მთელი 2 წელიწადი პასუხს, იქამდე ჰქონდა მიმოწერები, მიმდინარეობდა გარკვეული ინფორმაციების დაზუსტება, მუშაობდა შესაბამისი კომისია იუნესკოში და საბოლოოდ 2015 წლის მიწურულს მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი არის შესული იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში, რაც ჩვენთვის და არ მხოლოდ ჩვენთვის იყო ძალიან დიდი სიხარული გასაფრთხილია. წელს კი იუნესკოში სხვა მე-14 საუკუნის სახარება გაიგზავნება, რომელიც იმით არის უნიკალური, რომ სამშრიანი პალიმფსესტია და სამივე შრეზე ქართული ხელნაწერი იკითხება. ის რომ ქართული ხელნაწერი გქონდეს და ამ ხელნაწერში სამივე ფენა იყოს ქართული, ანუ სამ სრულიად განსხვავებულ ქრონოლოგიურ შრეს უჩვენებდეს ერთი კონკრეტული ფურცელი, ასეთი ხელნაწერი ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ ეს ხელნაწერი გახლავთ ნამდვილად უნიკალური და წელს უდავოდ იქნება წარდგენილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის რეესტრში შესატანად. ძველსაბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე 58 წელიწადია დოკუმენტებს სწავლობს. ის ახლა მე-19 საუკუნეში გადაწერილ ვეფხისტყაოსან სათვალიერებს, რომელიც ჯერჯერობით შეუსწავლელია, რადგან 2 საუკუნის წინანდელი ხელნაწერი სარესტავრაციოა. ვეფხისტყაოსანი საქართველოს ეროვნულმა არქივმა შარშან 18252 საქმეში გაერთიანებულ უამრავ წერილობით დოკუმენტთან, 30000 ელექტრონულ ფაილთან და ასეულობით ფოტო, ფონო და კინო მასალასთან ერთად შეიძინა. 200-მდე გადანუსხული ვეფხისტყაოსანია შემორჩენილი დღემდე, არქივში ინახება 13, აი ეს არის სწორედ მე-13. ეს არის ნაკლული, თავბოლო ნაკლულია, შესრულებულია სინგურით, ესე იგი წითელი და შავი მელნით და კალიგრაფიული ხელით არის გადაწერილი. ლამაზი, საკმაოდ ლამაზი ხელით არის გადაწერილი, მაგრამ დაწვრილებითი აღწერა გვექნება მხოლოდ რესტავრაციის შემდეგ. ყველა დოკუმენტი შეძენიდან საცავში მოხვედრამდე ამ ლაბორატორიას გაივლის. ამჟამად ეტრადზე შესრულებული მე-14 საუკუნის ჟამგულანზე, ანუ საეკლესიო კრებულზე და მე-19 საუკუნის დოკუმენტებზე მუშაობენ. მერი ახობაძე საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი უხუცესი თანამშრომელია. ის ახლა არქივის ქუთაისის ფილიალის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებს ასუფთავებს და ხსნარით ამუშავებს. პერგამენტი არ ირეცხება. პერგამენტი იწმინდება სპირტში და ხსნარებში, მაგრამ ქაღალდზაბუძვლიანი, რომელიც მოდის, ისინი თითქმის არის დაბინძურებული და მას ვრეცხავთ ვანებში. მხოლოდ ქიმიკატებთან ერთად, მარტო წყალი მას არაფერს არ უზავს. ხანდისთან მიწა არის, ობები არის, სოკოები არის და ვცდილობთ ეს გავანთავისუფლოთ ეს საბუთი ამ სოკოებისგან და ობებისაგან. მერი ახობაძესთან ერთად ლაბორატორიაში 1000-მდე ახალგაზრდა თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის მისი შვილიც, რომელიც გამწოვ კარადაში ჟამგულანის ფურცლებს ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატებით წმენს. საკმაოდ რთულია პერგამენტზე მუშაობა. ძალიან რთული გასასწორებელია, ძალიან ნაზი მოპყრობა ჭირდება, რომ არ გაგეხეს
ფორმა გაასწორო, გააწერო, ბევრი სხვადასხვა პროცედურებია, როგორც უნდა ჩაიდოს სხვა მასალაში, ათასნაირი ქიმიკატით უნდა დარბილდეს, უნდა მოთავსდეს პრესში, გაიჭიმოს, რომ ყველა გვერდი თანაბარი იყოს და ამას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება და საკმაოდ რთული პროცედურაა. რომ მოდის ძალიან დაზიანებული რაღაც კონკრეტული დოკუმენტი, მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე ამისგან რა გამოვა, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ ხვდებით როგორ უნდა გადავარჩინოთ. და ამ მუშაობის პროცესში იმდენად კარგად გამოდის ხოლმე, რომ საბოლოო შედეგით მე თვითონ ვარ აღფრთოვანებული და ან ფაქტიურად ყოველ ჯერზე მაგ შეიძლება რომ გარდაცვლილი გაცოცხლდა მართლა. საქართველოს ეროვნულ არქივში კინო, ფოტო და ფონო დოკუმენტების შთამბეჭდავი რაოდენობა დაგროვდა. ეროვნული არქივი ამ ფონდს ყოველ წელიწადს ავსებს. კინო, ფოტო და ფონო არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე 39 წლისაა, საიდანაც 15 წელიწადი ამ შენობაში გაატარა. კოლექციები არის ძალიან დიდი. მაგალითისთვის ჩვენი ფოტო კოლექცია დაახლოებით 600,000-ზე მეტ ფოტოდოკუმენტს მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მარტო ფოტოს გულისხმობ. კინოფილმები, კინოდოკუმენტები, კინოფილმები, ესე იგი, სადღაცა 40,000-მდე გვაქვს ჩვენ კოლოფი, აუდიო სადღაც 20,000 კოლოფი და აქედან გამომდინარე ესეთი ციფრები საქართველოში არც ერთ ორგანიზაციას ერთად არ აქვს. გასული საუკუნის ჟენევაში, სადაც ერთა ლიგის ოფისი იყო განთავსებული, მაშინ თითქმის მთელი მსოფლიოს ბედი წყდებოდა. 1934 წლამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილად არ აღიარეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ელჩი ერთა ლიგაში ხარიტონ შავიშვილი იყო. მისი პირადი არქივის ციფრული ვერსია უკვე საქართველოშია. ხარიტონ შავიშვილის არქივის შესახებ ამავე დაწესებულების საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე გვიყვება. ხათვე მიმდინარეობს ამ მასალის დამუშავება. ეს მასალა ყველაფერი უნდა იქნას წაკითხული, შეჯერებული, შედარებული აქ არსებულ მასალასთან და ჩვეულებრივად საარქივო წესით დამუშავებული. ანუ ამ მასალისგან უნდა შეიკრას გარკვეული თემატიკის საქმეები. ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანა მესამე წელია მიმდინარეობს. რაღაც დროის შემდეგ უძველესი დოკუმენტების ციფრული ანალოგები დედნებს მთლიანად შეცვლის, რაც ხელშეუწყობს მათ დაცვას, მკვლევარებს კი არქივში მუშაობას გაუიოლებს. 3 წლის წინ ჩვენთან დაიწყო დოკუმენტების გაციფრების პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში ამჟამად უკვე 3 მილიონამდე ფაილია გაციფრებული. ამჟამად ეს პროექტი ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ დოკუმენტების დედნების დაცვას. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა არქივის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის უკვე დღეს და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენთან დაცული დოკუმენტები მართლაც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით იქნება აღწერილი, ანოტირებული და ამის დასტური გახლავთ იუნესკოს მიერ ჩვენი დოკუმენტების აღიარება. დღეისათვის საქართველოს ეროვნულ არქივში 10,259 ფუნტის 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტები, 419,063 ფოტოდოკუმენტი, 19,063 ფონოდოკუმენტი და 34,904 კინოდოკუმენტია დაცული. ამ დოკუმენტებიდან კიდევ რამდენი გახდება იუნესკოს, ანუ მსოფლიო მეხსიერების რეესტრის ნაწილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ასეთი იყო